გამარჯობათ მეგობრებო, გავდივარ სათევზაოდ, ვაპირებ 2 დღით დარჩენას, გეგმაში მაქვს ვითევზაო სიმინძე და ველოდები, რავი, თეთრი ამური, კარპი და რომ მივარ ადგილზე ყველაფერს კიდე გაჩვენებთ რა და როგორ. იმედია შედეგიანი თევზაობა გამოგვივა. შევხვდებით. ესეც ადგილზე ვართ მეგობრებო. ესეთი მშვენიერი ადგილია. ესე ჩვენი ტბა, სადაც აქამდე დაჭერილი მყავს 7 კილოიანი, 5 კილოიანი ამური და კობრი. და რავი ვნახოთ. ვფიქრობ სადღაც აი აქ დავდგა კარავი, ესე ვთქვა. და თქვენც ნახავთ. პირველ რიგში ვფიქრობ გავშალოთ ანკესები და შევიტანოთ წყალში და მაგის მერე უკვე გავშალოთ პალატკა და დანარჩენი ინვენტარიც მერე გადმოვალაგოთ. მე მგონი ესე იქნება სწორი. так, ჩვენი ანკესები გამოვიტანოთ. ესე ეს ორი. ორზე მეტი ანკესის გამოყენების უფლება არ აქვს. მაგას ცოტა მოგვიანებით კიდე გეტყვით, რა და როგორ მოქმედებს. დავდგათ დაახლოებით აქ. ჩემი აზრით მგონია ეხლა დღისით არ იქნება აქტიურობა უფრო საღამოს, ანუ უფრო ღამით ველოდები და შემდეგ უკვე ხვალ დილას რა. ძირითადად პრაქტიკაში, რავი, ღამე უფრო ხშირია ხოლმე და რავი ნახოთ. ესეც ისე.
მეგობრებო, მაქვს ორნაწილიანი ჯოხი, კარპის ჯოხი. და რავი, ძალიან პრაქტიკული არის რა. ესე გამოიყურება ჩვენი გასილი კარავი. 4 ადამიანზეა გათვლილი. აგერ მოდიგას მაგი და აქეთ დაბალი მაგი და რო სათევზაო ინვენტარისთვის, ესე ვთქვათ. აქეთ აქვს საძინებელი. ეს იკეტება, ანუ ცალკე არის. შეგიძლია დაკეტო. აქ მაქვს 2 გასაბერი ლეიბი. სხვა რა განათება მაქვს ერთი ნატურა, რომელიც ელემენტებზეა. ეს რავი, პალატკის ძალიან კმაყოფილი ვარ. მეორე წელია ვიყენებ. ეს უფრო არის ტურისტული პალატკა ვიდრე მეთევზის, მაგრამ იდეალურად ართმევს თავს. ესე იგი, გარეთ რა ხდება? ხავ ხარშავ სიმინდს, რომ ვაპირებ 2 დღე გაჩერებას და სავარაუდოდ არ მეყოფა რაც მაქვს მოხარშული, ამიტომ იყოს ჯობია. ანკესები შეტანილია დაახლოებით შეიძლება 1 საათიც იყოს, მაგრამ ეხლა არ ველოდები არაფერს, იმიტომ რომ ძირითადად ან საღამოს, ან ღამით არის ხოლმე ჩარტყმები. შვენიერი ამინდია და რავი ველოდებით. მე კიდე დაგიბრუნდებით და გაჩვენებ თუ რამე იქნება სიახლე. ჭამაც აუცილებელია. ესეთი ხორცი მაქვს. პატარა სტეიკები უკვე გამზადებული. მარტო შეწვა ჭირდება.
შევწოთ 3 ცალი. თუ ნახოთ რა გამოვა. Dimsa are dangerous. Okay, I don't have this much room. Maybe I can grab something small. No, another item. Yes. Thank you. I love Egypt. Hello. Wow. მეგობრებო, გავიდა დაახლოებით 2-3 საათი. ცოტა მეტიც და არ არის არაფერი. ცთი ეხლა თავიდან შეტანას და შეუძლია ადგილს. ეხლა მაქვს დაახლოებით ცოტა მარცხენა მხარეს და ეხლა გადმოვიტან ცოტა მარჯვენა მხარეს. შეუძლია ადგილს და ვნახოთ თუ რამე შედეგი იქნება. და ველოდები კიდე და ცოტა გვიანობამდე. და ვნახოთ თუ ექნება რაიმე შედეგი. ეხლა გაჩვენებთ მონტაჟს. ესე გამოიყურება. ნებს გავიდა ძუა. და ეხლა შევეცადოთ ვაყენოთ ესეთი პოპაპი. ცოტას ჩამოუჭრი. დაახლოებით ესე. ნახევარზე ნაკლებს. ესეც მზად არის. ესე გამოიყურება. ამას მერე დავასხოთ კიდე სემიდის არომატს. და შევიტანოთ. так, ესე ჩვენი საკორმინავი. უცებ მოკლებ გეტყვით. შეაქვს დაახლოებით 500 მეტრზე. აქვს 2 კონტეინერი, ერთი ძირითადი, სადაც კორმი შეეტევა და მეორე, სადაც უნდა გავატანოთ თვითონ ანკესი. ჩავყაროთ სიმინდი. საკმარისია. და როგორც გითხარით, ქონდა შეტანილი ცოტა მარცხენა მხარეს დაახლოებით 200 მეტრზე. ეხლა ვცდი მარჯვნივ და შევიტან დაახლოებით 100 მეტრზე. შორს არ შევიტან. ესე. ულდი ესე გამოიყურება.
გავხსნათ კონტეინერი ერთით და მეორეც. და დავაბრუნოთ უკანავი. ეხლა ერთ ადგილზე სიმინდით ჩაყარა და ანკესიც იქვე ჩააგდო. ეხლა თვითონ დაბრუნდება უკან ნაპირზე. ამასობაში ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ცოტა მოვქაჩოთ. ესეც მოვიდა ნაპირზე. როგორც ხედავთ, ყველაფერი შეიტანა, მას ელემენტარული რაღაც დარჩა. მაგრამ ეგ არაფერი. ეხლა შევიტანოთ მეორე. ესეც მეორე ანკესი შევიტანეთ, შეგვაქვს უფრო სწორად. და ამათ ეხლა დაახლოებით ეხლა 4 საათია დღის და ვფიქრობ გვიან საღამომდე ან ხვალდილამდე რავი, მე ვფიქრობ აღარ შევიტან. დაველოდები, იმიტომ რომ სიმინდით კარგად შევავატანე დაახლოებით 2 კილო და თითო ადგილზე ჩემი აზრით 2 კილო სადაც დაიკორმა საკმარისია. როგორც გაიგონეთ, ხმა იყო ეს არის 100 მეტრა. დავამატოთ კიდე დაახლოებით 20-30 მეტრა. იმედია ახლაც გაგვიმართლებს და იგივე ან უკეთესი განმეორდება. ვფიქრობ საკმარისია. გავხსენით ერთი, გავხსენით მეორე. ესეც ორივე ანკესი მზადაა. უკვე ველოდებით საღამოს. მოდი ახლა გავაკეთოთ განხილვა ჩვენი დასაკვებინავის შესახებ, რომელიც არის ფირმა ბოტმანის წარმოების. ეს არის ეკონომიური ვარიანტი, არ არის რაღაც ძალიან ძვირად ღირებული, მისი ფასი არის საშუალოდ $300, ესე ვთქვათ რა. კონკრეტულს არ გააჩნია GPS-ი და არ გააჩნია ეხოლოტი. ესე იგი, ნავის მაქსიმალური შეტანა შეუძლია 500 მეტრი. აქვს 2 კონტეინერი, ესე ვთქვათ ბუნკერი. ეს არის მთავარი ბუნკერი, სადაც დაახლოებით კილონახევრამდე შეგვიძლია ჩავდიოთ კორმი და უკან შედარებით პატარა ბუნკერი, სადაც მისი დანიშნულება ძირითადად არის რომ ანკესი გავატანოთ, მაგრამ ამავდროულად შეგვიძლია აქაც კორმი ჩავყაროთ. ამ ნაწილში ეს იხდება და არის შიგნით ბატარეა. აი ესე გამოიყურება. ბატარეის მაქსიმალური მუშაობის დრო არის შეუჩერებლო 5 საათი, ანუ 5 საათი შეუძლია იმუშაოს
უწყვეტ რეჟიმში და იტენება სრული დაცლის შემდეგ დაახლოებით 6-7 საათი. Რომ ბოლომდე დაიტენოს. ეგ დრო ჭირდება. ესე იგი, აქ გვაქვს ღილაკი ჩართვა გამორთვის, ასევე მაჩვენებელი რამდენი პროცენტია დატვირთული, ანუ ელემენტი. ეხლა გვაჩვენებს 100%-ს და ამის მიხედვით შეგვიძლია ვაკონტროლოთ რა. დავაწვევით გაითიშება. წინ გვაქვს ასევე განათება საღამოს ან ღამის მონაკვეთში თუ გადავწყვეთ დაკორმას, რომ მარტივად შევამჩნიოთ სად არის და საით მიემართება. ასევე აქვს უკან მაჩვენებლები, რომელიც აჩვენებს მოხვევას, როდესაც უხვევ მარჯვნივ ციმციმებს მარჯვენა მაჩვენებელი, როდესაც უხვევ მარცხენა მაჩვენებელი. ქვემოდან ესეთი ორი ძრავი აქვს. და ეხლა ჩავრთავ და უწევს ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. ჩავრთეთ, ეხაც დაჭერით პილოტი ჩართულია. ანუ ეხლა რასაც გეუბნებოდით, რომ აჩვენებდა უხვევთ მარცხნივ, ციმციმებს მარცხენა. უხვევთ მარჯვნივ, ციმციმებს მარჯვენა. ანუ ეს იმას გვანიშნებს, რომ რომელ მხარეს უხვევს. ეს არის განათება. ეხლა დღის შუქზე ძალიან არ ჩანს, მაგრამ დამერწმუნეთ კარგად აჩვენებს, ანათებს საკმარისად. ესე იგი, ეს ღილაკი არის ძირითადი ბუნკერის გამხსნელი. ესე დავაწვევით და გაიხსნება. მაგრამ მე ხელით უნდა დავკეტოთ. და ეს არის ეს არის მეორე უკანა ბუნკერის გამხსნელი. აი ესე იხსნება. და ასევე როდესაც იხსნება უკანა, ასევე ციმციმებს და გვაჩვენებს, რომ გაიხსნა. და ეს ძალიან კარგად არის შესამჩნევი დაახლოებით 200-300 მეტრზე არ არის პრობლემა. კიდევ გაჩვენებთ. აქვე აქვს ძრავის გადართვის რეჟიმი, ესე ვთქვათ, ანუ ეხლა მუშაობს ესე სწრაფ რეჟიმზე, დავაწვევით და გადაირთვება შედარებით დაბალ რეჟიმზე. სხვა ისეთი განსაკუთრებული არაფერი ფუნქცია მას არ გააჩნია. უბრალოდ შეგვიძლია გავატანოთ ანკესი, ჩაუყაროთ კორმი და ერთ ადგილზე მოახდენს კორმის ჩაყრას და ანკესის იქვე ჩაშვებას. ესეთი ბიუჯეტური ვარიანტია. ვისაც აქვს საშუალება, რა თქმა უნდა, უკეთესია შეიძინოს GPS-ით და ეხოლოტით, მაგრამ ამავდროულად შეიძლება ცალკე ყიდვა სამომავლოდ, მეც ვაპირებ. შეგვიძლია უკან დავამაგროთ, ან თუნდაც აი აქ ქვემოდან, აი ამ ადგილზე ეხოლოტი და GPS-ი და ჩვეულებრივ ტელეფონზე აპლიკაციის საშუალებით შეგვიძლია დავათვალიეროთ ფსკერი. სულ ეს იყო. ესე ჩვენი პირველი თევზი რაღაც კარგი უნდა იყოს.
მშვენიერი. დაახლოებით ვფიქრობ 3-4 კილო იქნება. რა მშვენიერია. ესე იგი მეგობრებო, იმუშავა ყვითელმა პოპ-აპმა, ესეც სიმინდის არომატითაა და ასევე სიმინდთან ერთად რა. ანალოგიურად გავაკეთე მეორედაც და რავი ვნახოთ ამა. ცოტა პატარა კი არის, მაგრამ არა უშავს. იმედია დიდიც მოვა. ესეც ცოტა სიმინდი დავამატოთ. ესეც ასე. საიმედოთაა დაბმული, ვერსად ვერ გაიქცევა. საჭმელი აქვს, სასმელი აქვს. ახლა შევიტან მეორეჯერ იგივე ადგილას, თან მოსაღამოვდა უკვე და ამას თელი ღამე აღარ შევეხები. რაღაც მაგარი სერიოზული თევზია. სერიოზულად პარაოზი ქონდა მაგარი. ამოვიდა. დაიდრა ნენელა. ესეც ამოვიყვანე ძლივ-ძლივობით. რავი მშვენივრად გამოიყურება. ამური მეგონა, მაგრამ კარპია ესეც. ნუ ეს უფრო მეტია, შეიძლება იყოს დაახლოებით 7-8 კილო. მშვენიერი. ესეც მეორე დღე, მეგობრებო, როგორც ნახავდით ვიდეოში, უკვე 2 კარგი ზომის თევზი ყავს. სამწუხაროდ სადოკი დამჭა მომიწია ესე დაბმა. ერთი არის ზერკალური კობრი და მეორე ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი უფრო დიდია ჩემი აზრით, შეიძლება 7 კილომდეც იყოს. და ის მეორე დაახლოებით 4-დან 5-მდე. სავარაუდოდ დღეს დავასრულებ უკვე. ეს იყო, აბა თქვენ იცით, წარმატებები ყველას.